დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ თავარი არხის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი. როგორ ახარ? როგორ ამბზანდები? მოგზანდით ბატონო თენგო კიდევ ერთი მენიბლეკი დაგვემართა. ხათხაზე ნაკლები. აი გე. სადამ აქამდე მოვდიოდი ორის გამგზავრ ბიუროდან ამირეკეს ვაკეთე. შეგამჩნიეს ხო რა? ეხლა ხოლმე მაგარი გქონდა რომ გაეგძელებინათ ხათხაზე ნაკლები. არა ის რა არის? მე საერთოდ მოველოდი რომ თენგო შემოვიდო და ჩვეულ ფორმაში აუცილებლად ბრონირებული ჟილეტით შემოვიდო და აი ესე საბრძოლო განწყობით ჩაფხუტით რა თქმა უნდა და ასევე ბრონირებული ოპერატორი საიდანღაც შემოყვებოდა რა. რატომ შვიდობა კაცო აქ? და მე დაიწყებოდა ტყუების სული. შემდეგ დაიწყებოდა ამბავი. როგორ ხარ? კარგად, თავად როგორ ახარ? კარგად, უბრალოდ რატო კითხე როგორ ახარ, იმიტომ რომ მაყურებლების უმრავლესობას გონია რომ თავარი არხის ჟურნალისტები არიან ცუდად რატომ? დაძაბულები, რატო არიან დაძაბულები? მეორე არ არიან დაძაბულები, უბრალოდ ქვეყანაში ხდება დაძაბულობა თორე. როდესაც საქმეს აკეთებენ, ზუსტად წარმოსახავენ, წარმოაჩენენ როგორ არის მდგომარეობა და მე შესაბამისად იწებებიან რა თქმა უნდა. მე საერთაშორის შემიძლია დავიძაბო. საჭიროა? ეგ არ არის პრობლემა. არჩევანის საშუალებას ჩვენ ვაზრობთ მაგრამ ჯობი არ დაიწყო. უფლება აი ესე რა არის მე ხო კარგად გამოვშტები. იგი ხო შეიძლება აბარა. მე მინდა გამოვწყდე და ვთქვა აბა გამოწყდი და მოხარი. ორი რამე მინდოდა ბავშვებიდან. ხო, ფეხბურთელობა, რომელიც ვიყავი ცოტა ხანი და მეორე სამხედრო ჟურნალისტობა. ყველაფერი წინგა. ეგ არ არის. შენ მე ოცნება მომპარე. ეგ არ არის გვიან. არ არის ხო გვიან? ეხა იუვენტუსზე მაინც ნოიფიქრებ. ხო, ნუ იუვენტუსი არ გა. სამხედრო ჟურნალისტი გა. აი რო წამიყვანო. წამოდი. წამოვალ. აი შემდეგ წასვლაზე აკრედიტაციას გამიკეთებენ? აკრედიტაცია. ისეთ ქვეყანაში არის სადაც კორუფციაა, რომ გააძულდეს. ჩემი წაყვანა. ან თლად ბომბებში მოწაიღო. შარში ყვევს. მაგარ შარში ყვევს თენგო. ომი იქ არის სადაც კორუფცია. ეგეც არის. ომი უბედურება, რევოლუცია, ეგ ყველაფერი მოყვება კორუფციას. შეგვიძლია დალაგებული ქვეყანა მითხარი, სადაც კორუფცია არ არის და თან ომია. შვედეთი. არა, დალაგებულ ქვეყანაში არ არის. დალაგებულ ქვეყანაში თენგოსაც რა უნდა კაცო? ხო, ეგეც არის. მოდი, ეხლა ჩვენ გვეცინება და ვხუმრობთ რა თქმა უნდა მაგ ამბებზე, მაგრამ სერიოზულად აგვიხსენი, ძალიან რთული საქმეა რა. შენ თუ სადმე რაიმე ცხელი წერტილია, ომს ეხება, რაღაცა მსგავს ჟანრშია. ამბავი შენ ხარ მისული წინახაზზე და აბა გადმოგცემ იქენა რა ხდება. რეალურად ეგრე ადვილი არ არის. ეხლა სულ ახალი ჩამოსული ხარ შენ უკრაინიდან, სადაც აი პირდაპირ ცხელ წერტილში იყავი ოპერატორთან ერთად, სადაც აი ესე, რა ვიცი, ერთი მხარია, მეორე მხარია და შუაში ჯერჯერობით ნელთბილია აი 2008 წლის ივლისია იქ. აი ეს ჯერ აგვისტო არ არის. მის შეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებო, ასე რომ მაგრამ უცებ შეიძლება გამოიძინე აქეთ დგანან რუსები, აქეთ დგანან უკრაინელები, შუაში დგანან გოგოტიშვილი და მისი ოპერატორი და იქეთაც ეკითხებიან, აქეთაც ეკითხებიან. აბა რა ხდება? ნათია ტრაბაძე და გიორგი ჩიკველაძეც იყვნენ ეგრეთ წოდებული ბომბორა. ხო. კელა ყაველაშვილი ოპერატორი. ეს ხალხი უნდა ვახსენო. ესენი უნდა ვახსენო. ჯავშან ჟილეტებით, ჩაფხუტებით. გითხარი რა როგორ ხდება ეგ ამბავი ესე თქვენს არ იქნება რომ თქვენ სურვილზე მიხვიდე ჩახვიდეთ სადღაც რაღაც არა ეხა ტურისტულად რო არ იმგზავროს გასაგები არის მოდი სადმე საწავიდეთ სადაც ომია გამოვიგულაოთ ეგრე არ არის ხო არა რა თქმა უნდა გჭირდება აკრედიტაცია მაგრამ ხო ის ტელევიზიათან ხო ის რა ტელევიზიას ლაპარაკი ყველაფერი ხდება ნახევარ-საათში 4 შაბათს ღამე 10 საათზე 11-ზე თქვით რომ მივდივართ და აბა ეხა ბილეთები 4 შაბათს 5 შაბათს დღისით უკვე თვითფრინავში ვართ ეს ჩვენ 4-ნი და მივფრინავთ კიევში ჩავედით კიევში ჩავედი და 5 შაბათსვე აქედან თბილისიდან აფრინეს თხოვნა თავდაცვა მინისტროში უკრაინის რომ გთხოვთ აი ჩვენი 4 ჟურნალისტი აქ თქოთ აკრედიტაცია მისცეთ ამ ხალხს იმიტომ რომ აკრედიტაციის გარეშე ვერ გადააკრედიტებულია ყოველ 5 კილომეტრში ბლოკპოსტებია და გამოწმებენ სულ მანქანას გიჩხრიკავთ ჩვენ 5 შაბათს გაგზავნილ აკრედიტაციაზე პასუხი პირველ დღეს უაკრედიტაციით იმუშავა ნათია ტრაპაიძემ და აღამოს დაჭირდა თქვენ არც გჭირდება არასკევს დილით იქ ჩავიდა ჩვენ ჩავსულიყავით შაბათს დილით არასკევს აღამოს მირეკავს ნათია და ცუდი ამბავი მაქვს რა ხდება მე SBU დაგვადგა SBU გამარტოთ რა არის SBU არის ხო უკრაინის უშიშროების სამსახური ოჰო და უკრაინის უშიშროების სამსახურის გარეშე ამ აკრედიტაციას არ იძლევენ თავდაცვა მინისტრო უგზავნის ამ უშიშროების სამსახურს რომელიც გამოწმებს მე ხო იცი ხო უშიშროება როგორ გამოწმებს რენტგენში გაგატარებს ბებია ბაბუა როდის რა გითქვამს უკრაინაზე თუ იაპონიაზე მოკლედ სანამ იქიდან პასუხი არ მოვა ესენი აკრედიტაციას არ იძლევიან ეს ჩავიდა უაკრედიტაციოდ კი იმუშავა რაღაცები გადაიყო სიუჟეტს გააკეთა მაგრამ აი დაიჭირა SBU-ს აღამოს შენ ვინახარო მე ქართველი ჟურნალისტიო აუ ემად
კინაღამი არ აღიისროლა ტვინში ეხა ჩემო უფროსობამ რო გაიგოსო რომ ქართველი. შენ აქ შემომეპარე და მე ვერ გავიგებ მთელი დღე და იფუშო ეხა მე რა გაშარა. გაშარა ხო ის გაშარა. მოკლედ მეორე დღეს მე კი ჩავედი მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა მუშაობა წამოვედი მე 4-ვე ერთად წამოვედი საღამოს მატარებელში 9 საათი დაძრულია მატარებელი და გვირეკავენ შტაბიდან მოგეცით აკრედიტაციო ხო მეთქი ახლა გელა აუდიკი წავედი აბა არა ეხა არა ხვალე მაინც კვირა არისო და ორშაბათს ჩამოვიდო მოკლედ ჩამოვედით კიევში ორშაბათს დავბრუნდით ვიმუშავეთ გადასარევად შეგხვდნენ ოღონდ აკრედიტაციები მე რა გავიგე მოგეცითო SBU-ს ნებართვის გარეშეო აჰა ქართველები რა კი აი ქართველები რა კი ხართ რა ხო გაიგე უკვე იმ სტანდოობით ქართველები ვიდენ სადღაც თავის თავადაც მაინც ირღვევა რაღაცა ხო და უთხრათ ჩვენი ძმობა და მეგობრობა უკრაინელებს ძნებს და ხარდაჭერა და სიყვარული აქედან სლავა უკრაინა სლავა უკრაინა გავუძენით ცოტა მართლა მიშა შურდა წესარიყოს მაგად დედა მე ერთ-ერთი სიყვარულს ვიცი, როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა უკრაინულად შტრაფნოი მაიდანჩიკ. და კიდე ვირობლინა в Украине. რო ჩავედით ამ კიევში სასტუმროში ცხოვრობდი. ჩავედით და ბევრი სატელევიზიო ჯგუფი იყო. ბუნებრივია ხო. ვიღაც არაბული ტელევიზია, სხვა მსოფლიოდან. ვიღაც არაბული. ვიღაცები იყვნენ, ერთი იყო ისრაელის ტელევიზია, ისრაელის ყველაზე დიდი ტელევიზია. მოვიდა ეს კაცი და რაშოებით რომ გამოგვეცნაურა, რა ხარ ქართველი ჟურნალისტები ვართ. ამ კაცს ჰქონდა ყოველ 3 საათში ერთხელ ჩართვა. საიდან ერთებოდა? ერთებოდა კრეშატიკზე ცხოვრობს სასტუმროში. გამოვიდოდა ეს ოპერატორი, დაუყენებდნენ განათებს, აი ამ ხელა განათებები დადიოდნენ, მიკროფონს დაუყენებდნენ შტატივზე. კაი მდიდარი ტელევიზია. ეწყობოდა რა არაფერი. გავდნენ მიატრიალებდნენ იქეთ კამერას და ეს იდგა და ლაპარაკობდა. აი 4 რუსულმა თვითფრინავ მაგად მოიფრინა აქედან 3 ჩამოაგდო უკრაინა 18 რაკეტა გვესროლეს 17 ჩამოაგდო ერთი აფეთქა რაღაცა ნახევარი უკრაინა წაიღო რაღაცას მოყვება ოღონდ სად დგას ამ დროს კრეშატიკს 3 საათში გამოვიდო და შემდეგი ჩართვა მოუწევდა ცხელ წერტილში მეორე მხარეს მიატრიალებდა მეორე მხარეს მიატრიალებდა ამ კამერას დადგებოდა იყო და ეხლა ნახევარი შავი ზღვის ფლოტი ჩაიძირა ეს ჩაიდიდა ნახევარი რუსეთით მოხსნა აღარ არის. ნუ ძალიან დაძაბული სახით ყვებოდა ამას. ნუ კიდე კაი სინდისი იყო და ჯავშან ჟილეტი არ ეცვა. მაგრამ ეს ხდებოდა კრეშატიკზე. აქეთ ერთი ხე ქონდა თამოჩემებული, იქეთ ერთი. ხე ქონდა ბექგრაუნდზე. მეტი და რატო თვითონ ვერ დარწმუნებული ვარ, მთელი ისრაელი ელოდებოდა რა ბა შემდეგ ჩართვამდე ცოცხალი თუ იქნება ეს კაცი. მაგრამ ხო ამ კაცმა ცოცხალმა შემდეგ ყველა შემდეგ ჩართვამდე ჩვენ წავედ, გადავიღეთ, წამოვედით. კი წავედ, გადავიღეთ, წამოვედით. მოვიდა და თქვენ მართლა დონბასში იყავით თუ დატყვიარებით რო ბრუნდებით მაგით აღლილები ესენი მოდიან ესენი მართლა იმ ხიდან მოდიან რომელი ხის იმიტაციას ვიყავით აკრედიტაცია როდის გაუგზავნით მოთხოვნა აუგუთხარ ხა ვიცი რომ დიდი ხნის ჩალენჯი უნდა ამ კაცს მე ვთხარი ჩვენ 4 შაბათს მეთქი მოვატყუე ჩვენ 5 შაბათს გაუგზავნით სიამდვილეში 4 შაბათს გაუგზავნით მეთქი როდის მოგცეს შაბათ საღამოს მოგცეს მე როგორ მოგცესო კაცო რა ვიცი მე ვთხარი ეხა ნუ მოგცეს რა მე არ მაძლევენ 3 კვირა აქავარ 3 კვირა აგზივარო მე ვთხარი ეხა ვთხარი იერუსალიმში შენ უფროსებს რომ დაურეკო ურეკავენ დღეში 8 ჯერ ურეკავენ აში მე ვთხარი რაკენი იცი უკრაინელი ვიღაცა პროდიუსერი დაიქირავათ მე ვთხარი რომ იმან ურეკოს თქო უკრაინელი პროდიუსერიც მყავს აქ მყავს კიევში პროდიუსერი არ გამომდის არაფერიო აში მე ვთხარი შენს უკრაინელ პროდიუსერს დაჯდეს მატარებელზე წავიდეს იქ ადგილზე იმ შტაბში დონბასში და აი გაუბურღოს ტვინი. ო და იქედან მოგცეს რომ არ გავალ აქედან ცოცხალი თავით ამ აკრედიტაციებს არ მომცე. იქაც ყავ. ბოლოს ჩემობაზეცი რა პროდიუსერი ყავდა არ შეჩვენებოდა. ერთი აკრედიტაცია აკეთ. ჩვენ ჩავედი აკრედიტაციის გარეშე ვიმუშავეთ. უაკრედიტაციას აი უნდა გეთქვა ქართველო მაშინ გახდი ქართველი და მოგცემ ხო და უნდა გეთქვა რომ მე კიდე ერთი გზა არსებობს ხო ძმაო ეს 8 რაღაც ხო ჩამოუთვალე და კიდე ერთი გზა არის ქართულ ჯიგრულ პონჩი თუ გაგიკეთე მორე რა კორუფცია კაცო დავე წამოვიდ უკრაინიდან ჩამოვედი დარწმუნებული ვარ კიდე ხიზირში დგას ის კაცი და კიდე ძალიან დასაბული მე თავის ქვეყანაში გმირია რომ აი ცხელ წერტილში ძმაზის ცხელ წერტილში ერთი შეკითხვა მოგქენ აი დაუშვა და აი ვაიდა დედამიწაზე დამყარდა სრული სიმშვიდე და არაფერი არ ხდება ესეთი საოცრება მე რა მე მიკეთებ მაგას რატოა უსახელო აი ეს რო გავარადგინა ის კენ ცოტა ხანი არ მომაკლდა მე მინდა რომ დუელში გამოგიწვიოთ ჩვენ აბა რა საომარი ვითარებაში გადავიდეთ იარაღი ხელთათმას რატო იარაღი არის ჩვენი თავი
აბა ჩვენ ვევართ იარაღი. თამაშებს გთავაზობთ. მოკლედ, მაგრამ თამაშები ისეთი გვაქვს. კი, თამაშები ისეთი გვაქვს, შეიძლება შენ ფრონტის წინა ხაზზე მიკროფონით და კამერით მუშაობა უფრო გერჩივნოს, მაგრამ რა ვქნათ ჩვენთან ჩვენი ფრონტის ხაზი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, აქაც გაართმევ შენ თავს. ამ ბრძოლასაც თავს გაართმევ. ოპერატორის გარეშე. ზარებთან როგორ არის? ზარებთან როგორ ახარ? მეგობრებთან დარეკვებში როგორ? ყავს მეგობრები. ძალიან კარგი. ჩვენ გვაქვს ესეთი თამაში, ძალიან საყვარელი თამაშია ჩვენთვის, როდესაც ჩვენი სტუმარი ურეკავს თავის მეგობარს და აი ეს თამაში გადავწყვიტეთ შენთვის. ამ თამაშის პრინციპი რა არის? ვანიკო აგიხსნი. რაში მდგომარეობს? დაურეკე ნებისმიერს, ვისაც გინდა. აქ არის რამდენიმე სიტყვა. შენ გაუბავ ლაპარაკს, შენს თანამოსაუბრეს, უბრალოდ მე სად პერიოდულად შემოგაშველებ სიტყვას, რომელიც აუცილებლად ან წინადადებას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო საუბარში. მე სათვალე მჭირდება. კი ბატონო, სათვალე იყოს, თან გიხდება სხვათა შორის. სათვალე სტუდიაში თუ თქვენი სათვალე ხარ? არა, ჩემი ფორმა. კარგი, ტელეფონიც მომარჯვებული ხომ გაქვთ? და ზარიც უნდა გქონდეს მომარჯვებული, ვის დაურეკავ? ნუ ზარს ვერ მოიმარჯვებს, მაგრამ არა, ატა იაკობაშვილს რო დაურეკოთ? კი. კი, ხო მეგობრებო. კი. კი, არა, გავხარ. არ ვთქვათ? მე ვიგებზე. ხო, აი? მართლა ძალიან ხშირად მე და პატას გვეშლება ხოლმე. ხმა მე არ რომელი მართლა ძალიან ხშირად ხონი. კი, კი. კარგი, შენ უნდა დაურეკო ახლა რა ხან გადაწყვიტე რომ პაატას ურეკავ და პაატას რაღაცნაირად გაუბა ბუნებრივი თქვენი საუბარი ყოველდღე საუბრებით ერთმანეთს ალბათ რაღაცას და აი ამ ბუნებრივ საუბარში ჩაერთვება ვანიკოს რაღაც უხერხული უცნაური სიტყვები. ერთმანეთისგან გამორიცხული ანუ რამე თემას არ ეხება ეს სიტყვები. უბრალოდ არეულად არის და პრინციპიც მაგაშია რომ უნდა გამოვიღო. ხო, თენგის. პატა. ხო. როგორ ახარ? იჩიო, როგორ ახარ? რა, მუშაობ? კი, აბა. რა ხდება შენ ცხოვრებაში? ჩემ ცხოვრებაში, რავი, მოიხედე გარშემო ქვეყანაში და ყველაფერი ხდება ჩემ ცხოვრებაში. რო იცოდე მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩვენი საუბარი იწერება. ხო. აი ასე გადავწყვიტე რა. მარტო შენი წერა. არა, ტელეფონში ვიწერ. ხო, მე ხარაკირი რო არ ჩაიტარო რა, ეს დრეები დამიდე, კომპრომატები ჩემზე. კარგი, შენს მაგ საქმეს მოგიდე ხელი. ბიჭო, იცი რა არის? ეხა ეს საუბარი ფაქტიურად არის ჩვენი საუბრის კატალიზატორი. აი, ყველაფერი გამოვლინდება. მეგობრობს, არ მეგობრობს, კატალიზატორი. კატალიზატორი. აი, ნუ დაიძაბე ეხა თითქოს გინდის თავებზე იჯდე, კაცო. არა, ყველაფერი კარგად არის. მითხარი რა ხდება. ჩემ ფისუნია, ხარ შეგეშინდა ცოტა. რა კატუნია ნაფტალიში ვარ უკვე ჩასაბარებელი. ნაფტალინი არა, ბიჭო, კატა გარბიტი უნდა რა ნაფტალინი. მე ხო გახსოვ რა, ტიგრანაევ მიშა გოგორო ვარ. ხო, ტიგრანაევ მიშა. აი, გვერდზე ვმუშაობ ახლოს. აქანო ვიცი, კაცო, მაი. ხო. და არც ერთი არ ვარ, ბაღლინჯოები ხო არა, სერიოზული ხალხი ვარ, ცნობადები. აბა რა. ქვეყანა გვიცნობ. რაღაც ამასხარებული ხარ შენ და რაღაცა ხდება რა. ბიჭო, არა, აი. ეხლა ავიგე რომ არის თამაში, რომელსაც ქვია ახტა გოჭი, დახტა კოჭია. ბიჭო, არა, იცი რა არის? მოდი კაცებივით ვილაპარაკოთ. ნუ ვიქნებით, ეხლა ნახევარ კაცები, კენტავრები. კაცებივით რა, ნახევარ კაცები, კენტავრები. გავიდა ბოლოს. აი წერა. მაური. ილონი და ვანო ხმაურობენ ძალიან. კი, ძალიან, მაგრამ ვარ ხარ. მიხდა რაღაცას მიხდა. პატა, მოკლედ მეგობრობა, ძმობა და პატივისცემა და გელოდებით სტუმრად. სიამოვნებით ენაცავი. კარგი, მიღებულია პასუხი, სიამოვნებით, ესე იგი მოდიხარ. მადლობა, გვიყვარხარ. ისამართლეთ კიდე. კი, აუცილებლად. კარგი, აბა დიკო მოიწოდა ყველა დანარჩენი და მაყურებელი. კი. დროებით. სუპერ, გამშვიდობ. ბრავო, ბრავო. იცი აი, სუპერ, სადღაც შუაში მიხდა რომ იცით რომ რაღაცას ეს ემა იმუნებოდა, მაგრამ რითი არ ვიცი, არ მოდი რა კრიტერიუმით. ჩვენ არ ვართ ხოლმე ჩართულები, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ერთი ძალიან არაადეკვატური პროდიუსერი, რომელიც უბრალოდ გულსფელად ამებს აკეთებს. კარგი, ჩვენ კიდე გვაქვს მომზადებული თამაშები, ასეთივე საყვარელი და ხალხი უნდა იყოს. არა, ტელეფონი აღარ დაგხვდება. უბრალოდ ლიდერბეთის ოთახში უნდა გადავირბინოთ ახლა ჩვენ. გადავირბინოთ, გადმოვიდეთ. დავედით.
გმადლობთ აპლოდისმენტებისთვის მეგობრებო ბატონო თენგიზ. ესე იგი ჩვენ ერთი თამაში კიდე გვინდა შემოგთავაზოთ, რომელსაც ქვია, რა ვიცი, ინტუიცია, ჟურნალისტის ინტუიცია, პოლიტიკოსის ინტუიცია. ესე ქვია, ესე დავარქვი. რაში მდგომარეობს? ეხლა მონიტორზე წავა ვიდეო, სადაც ორი პოლიტიკოსი ზის და რას ჩაიდენენ, უნდა გამოვიცნოთ ჩვენ. მოკლედ ვიდეო რაღაც მომენტში პოლიტიკოსები რა შეიდნენ, თავ შეირცხვა. კი, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამი სავარაუდო პასუხი თვითონ ვიდეოზე და იქიდან ერთ-ერთი უნდა გამოვიცნოთ. გუნდებათ ვიყოფით, მოიწიათ ჩემთან, აი ეს. ხო. Two men in black-ები. მოკლედ, წავიდეთ გზადაგზა გავიგებთ მე მგონი. გავუშვათ ვიდეო ზა. გავუშვათ ვიდეო პირველი, რაღაც მომენტში დაპაუზდება და მე ჩვენ დასრულება უნდა გამოვიცნოთ. არ გეღისდება და რაც აგაგიზით, არ გვინდა წელა. ეხა ნახეთ რა. არ გვინდა წელა, ეხა. ეხა ერთი რა არის ვარიანტი? ვარიანტები, მე პირველად ვკითხულობ. ეტყვის ქალოსია და ატყდება ჩხუბი. მეორე ესვრის ფეხსაცმელს და ატყდება ჩხუბი და მესამე ბექა ბასილაია მოწინააღმდეგეს ეტყვის რომ ის არის ქალოსია და ატყდება ჩხუბი. მე მესამე მგონია. მე პირველი და მესამე ერთად. მე განსხვავებები მგონია რომ ეტყვის ქალოსიაო შენო. ჩემი ვერსია ნუ ფეხსაცმლის როლას გამოურიცხავდი. იმიტომ რომ რაღაცა ჩვენი ამბავი არ არის. გავიგებთ ეგ ამბავი რომ ფეხსაცმლის როლა ყველაფერი შესაძლებელი. ხო, ეგ ბუშთან იყო, ანკარა. მოდი მათი ვერსია იყოს რომ ეტყვის ქალოსია და ატყდება ჩხუბი და ჩვენი ვერსია იყოს რომ ბექა ბასილაია ეტყვის რომ ქალოსია და ატყდება ჩხუბი. ნახოთ აბა არ გეღისდება და რაც აგაგიზით არ გვინდა წელა. ეხა ნახე. წელა არის. წელა ქალოსია. და ეხა ნახე. გთხოვთ ესეთ ეპიზოდები. ქალოსიები და პიდარასტები მოიკითხე შენ. ძალიან მართლა ძალიან რა ამბავია ბიჭო? უკაცრავად. ხო გავიდეთ ეთერიდან. ეს ქალოსია რა ობილა ესე ხო, ისეთებიო შესკენ მოიკითხა და მე ვიждები როცა მიდიან საჩხურად, მაგრამ ელოდებიან რომ გააშველებენ. ეგ შენ არა, ჩხუბის ესეთი ფორმატი. აი ესეთი საკუთარი თვით გაშველება არის ეს. ეს არის აქედან. არა, ნინომ როგორ უნდა გააშველოს? ნინო ვერ გააშველა. აი, გავაგზავნე. კარგი, შემდეგი ვიდეო ნახოთ. გამოვიცანი. შენ ეხლა მოხვედი ბიჭო. ბიჭოთი ნუ მელაპარაკებ შენ. ხორე ხამე ქართულ პოლიტიკოსი გამოიყვანო წყობიდან დაუძახე ბიჭო ბიჭო ესე იგი ანუ უყურეთ პირველი ვერსია აწევენ ხელებს და დაიწყებენ გალობას არა მგონია წელში გასწორდებიან ჩაეხუტებიან ერთმანეთს და დაიშლებიან ჩაეხუტებიან და მესამე თავს მიადებენ და ატყდება ჩხუბი ნუ თავს მიადებენ და ატყდება მე ჩემი ვერსია შეიძლება რა იყოს იცი აი ხო თუ არა რა თუ არა და ჩაგიხუტები ბიჭო და ხუტებიან და იშლებიან მოდი ჩვენი ვერსია მაგარი კაი ჩვენი ვერსია იყოს თუ არა ბიჭო რა ჩაგიხუტები ბიჭო კაი ეგ არის ჩვენი ეს არის ჩვენი ვერსია აბა ჩვენ ლევანი არ შეგვარცხა რა თქმა უნდა ლევანი შენ ეხლა მოხვედი ბიჭო ბიჭოთი ნუ მელაპარაკებ შენ უძრდელო თორეკი არის ბიჭო შენი უზრდო შეუთი შენი შენიერი დადები არა ხო რა უმცირესობა მაგარი უმცირესობა შემდეგი ვიდეო მოკლედ ჩვენ ზოგადად ძალადობის წინააღმდეგინი ვართ უბრალოდ ასე ვერთობით რა ხორე რაღაცას მოემზადა რაღაცას მოემზადა და სავარაუდო პასუხები დაშლიან მაგიდას გაარემონტებენ სტუდიას მე ეს მგონია ესვრის წამყვანს ანუ წამყვანს თვითონ წამყვანს ესვრის ხო მოიცა მოდი ახლა გამორიცხვის ამხნის ადამიანები არიან ისინი ხო არ ჩაიდენენ ისეთ სისულელესაც ჩაიდენდნენ ახალგაზრდა ადამიანები რაც მაგას როგორი კადრები როგორი კადრები მე მგონი უფრო რემონტი მე ვფიქრობ რომ უფრო იტყვიან რომ ეს ფასადი ხომ არ შეგორემ რემონტისკენ უფრო წავლენ ჩემი დარბაისელი ხალხი რას გავსაკაურობა ჩვენი აზრი ხო და გავარემონტო წამო ჩემი აზრით წავლენ მაგით მე ვერსია მაქვს რაღაც ისეთი ტელევიზია ჩანს რომ შეიძლება არ უნდა და შემოენგრათ ეს შემოენგრათ აი შემოერემ ტელევიზია ისეთი ჩანს კარგი გაგზელებას უყუროთ მოამბევა წერი რა ოპა დაძრე
სერფინგი. ერთმა დამდგარი. ყველაზე მაგარი დაინახეთ რა იჩარჩა. არა, წამყვანი ხო ეჩალიჩებოდა იმას და ის ვინ შეუტია რა მაგარი რაღაცა. ეს მაგიდა აფარა. ფეხებში. აი ბებერი რასაშინელება ხა. თან ფიქრობ რომ ერთმანეთს არ დაწყო, თან მაგიდა არ უნდა გააფრთხო ინვენტარი. ხო, რომელი უფრო ძვირფასი გიქნება? მაგიდა რა გაწერეს. დაშალეს სტუდია. კარგი, ძალიან კიხია რომ გული გწდება რომ ჩხუბობდა ერთმანეთს თავპირს უსიებთ, მაგრამ ნუ რა ვქნა. რატო პროვოკატორო? ვის პროვოკატორო? კარგი, სიმშვიდე ბატონო. სიმშვიდე. აჰა. წავიდა ფრაზები. რა ფრაზას გამოიყენებენ ჩხუბის დროს? შე არამზადა, შე კორუმპირებულო, შე ნაბოდრო. აჰა. ჩემი აზრით არის ეგ. ჩვენ მაინც რაღაცა დაძაბული გვინდა რა ეს. ნუ აი აქამდე ეგრე მოხდა. ეს მეორე ის არის. იმ ყველაფრის ფონზე რაც ჩვენ ახეთ. შეკორუმპირებულო არაფერი არ არის. მოიცავ ვინ ვისაც მიმართავს შენ არა აქ მარტო რა ფრაზა გაჟღერდა. შეკორუმპირებულო აშე არამზადა. არამზადები და ეგეთები უკვე ნათქვა მიხნებათ შეშინამდე. შენ ნუ ვარიანტ გე შენ ფიქრობთ. გთხოვთ. რატო პროვოკატორო? ვის პროვოკატორო? კარგი, სიმშვიდე ბატონო. სიმშვიდე ბატონებო. პუტინარი გადაგიხადეს ახლა და შენი დედა ბატონო მაგრამ იქამდე ისეთი იყო რაც შენ არ გქონდა. ბიჭო ეს როდისდელია, ეს ახალია? ძველია? რა არ ვიცი. მეც არ ვიცი. შემდეგი მოვისმინოთ. ხდებოდა ესეთები. მეორე მაგის სისულელების ლაპარაკისთვის პასუხს პარტიიდან გაგრიცხა ირმა ინაშვილი. ირმა ინაშვილი როგორ გამრიცხავდა პარტიიდან გენერალური მდივანი მე ვიყავ შემართლა. იდიოტო მართლა. ხო, შვიდ არის ეს ავადმყოფი ეს. არა კაცო. თქვი, ბიჭო, თქვი, ბიჭო, რა უზავს ალეკო ელისაშვილი მოწინააღმდეგეს? უჩქმեց მოწინააღმდეგეს ლოყაზე, მე მგონი ჩააწიკწიკებს. გააცნობს ჩაწიკწიკებულ საარჩევნო კოდექსს. იცის მე მგონი არის სადღაც. ხელით გადავა შეტევაზე, მარცხენა ხელით გადავა შეტევაზე. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ყოფილა. ხო, ალბათ ფიქრობ, თავიდანვე შეცდომაა დაშვებული. რომ ვიც გვეცოდინე. ორი მხარე, ორი სხვადასხვა მხარე, რომ ერთ მხარეს აბა, ეგ როგორ დასვეს? ეს უკვე ამბავია. პროვოკაცია არ არის ეს? ან სპეციალურად არის. მაგიტო გაკ. მოდი, ვარიანტი მაგიტო დასვეს რომ ამ გადაცემაში იყოს ასე იყოს საჩვენო. კარგი, იქნებ ჯერ ჩააწიკწიკებ. მე მგონია რომ მარჯვენა ხელით გადავა შეტევას. ანუ ბოლო ვარიანტი მე მგონი ყველა ვარიანტი შეტევაზე რომ გადადის. ხო. ეს არის მე-6 რაუნდი. ეს არის მე-6 რაუნდი. ესე იგი თქვენი ვერსია ჩაწიკწიკებასთან დაკავშირებული. აბა. აბა გთხოვთ, ჩვენც ეგ გვაქვს. კი, ნახოთ. ხო, არა კაცო. ადამიანები მარცხენა ის, მარცხენა ხელი. მარცხენა გაგდებულო მათხოვარო შენ. გასაკეთე. ეს ნახე. პარტიიდან გაგდებულო მათხოვარო არ იყო. ყველაზე ცუდი გინდა. ეს იყო შენი დედის ეს აფაფა. ეგ არა პარტიიდან. ეგ არა პარტია. მე ვიყო პარტიიდან გაგდებული თუ რამეს ვიტყუებოდი, ბიჭო. აქ ის დოკუმენტური შინელება. სამის პრედლად. არხვაში არის. აიმე დედა. შეიძლება. კარგი, მეგობრებო, ამოიწურა ეს თამაში. ბევრი თავპირის დამტვრევა ვნახეთ, მაგრამ ყველა გადარჩა. ყველა კარგად არის, მე მგონი. და ჩვენ შეგვიძლია რასაც გულოცავთ. მე არა ვარ კარგად. ილოს გარდა არა. ჩვენ სულათავად, იასნა. ამხედვარ. შემდეგ თამაშზე გადავდივართ, მეგობრებო, რომელსაც ეხლავე შემოგთავაზებ. მაშა სენს ვირფასო ტელემაყურებლებო, ვირფასო სტუმრები. მოდი ვთქვათ, ისევ ჩვენ ვართ. ისევ ჩვენ ვართ, ხო? ისევ ჩვენ ვართ, ხმაზეც გვიცნობენ და ყველანაირად გვიცნობენ. ესე იგი, შემდეგი თამაში უნდა ვითამაშოთ, ჯერ წარეჭამე, კვლავ ტკბილი, ანუ უშიშარი მიმტა. ანუ Counter Strike. კი ბატონო. ეხლა ჩვენ ვიცით რომ შენ ცხელი წერტილები ძალიან გიყვარს რა, შენ სისხლში ასე ვთქვათ და რაღაცა პატარა პაუზა მოგიწე ერთ დღიანი არ მისულხარ და აქვე მოგიწყობთ ცხელ წერტილს. ო, ერთი დღე გაგიწევთ. ერთი დღე გაგიცდით. ძალიან გააცხადე. ასე რომ თავი რო არ იგრძნო ახლა უხერხულად რომ ძალიან მშვიდად და ხალისშია ყველაფერი და ცოტა ისა ნაცნობი გარემო იყოს. თორე ჩვენ გვინდოდა სიმღერების გამოცნობა. ანუ შენთვის კომფორტული ზონა მოგიმზადა. აი ეს გავაკეთე. დიდი მადლობა. მე თავს გავწირევ და პირველი გავალ ეშაფოტზე. რა შემდგომრებს ხედავთ? აქ არის ტორტი. რომელსაც აქვს ორი ფიტილი. ერთი ყიდი მაქვს ტორტს რა ლაპარაკობ, ვერ გავიგე. ერთი ბომბით მთავრდება, მეორე უბომბოთ.
ეხლა ჩემი მეწყვილე მოუკიდებს რომელსაც მას უნდა და ჩემი ბედი ღმერთის ხელშია. მე მგონი თამაშს ეგ უნდა ერქვას. ჩემი ბედი ღმერთის თამაში ხელშია. ჩვენი ბედი ღმერთის ხელშია. გაცხე. ყველაშია საფეთქებელი. ყველაში ერთი ნამდვილია, ერთი ტრუხა. იმარჯვებს ის გუნდების გადარჩება. ვინც შრალი გამოვა. თან ეს სიტყვა არ არის, წითელი თუ ლურჯი. წითელი ორივე მწვანეა და გაითვალე შეჩემა. მოდი ცოტა მიმანიშნე და არ ვიცი მეც. ხო, ჩვენ გეგ. დაი მალო თენგო არ მოხდე. რა წავიდე. რაკნა. მე ისე დედამიწელი ვარ. გადარჩა ბიჭო. გადარჩი ვანი. აი ტორტი. არჩი. მე სტუმარს ვუთმობ. აირჩიე ტორტი ილო. მოდი. ავირჩევ თუ. არა. მოდი შენ არჩი. აგინა კაცი ისე შენატო ერევი. აგარი მასპინძელი. ჩემსკენ დევს. მარა მე რატო? იმიტომ ვიცი რომ სწორს გავარტყავ. გვერდით მაინც დაუდექი, რომ გაამხნევ ადამიანს. გვერდზე დაუდგე. აჰა, შენ შეთანხმდით ახლა. ახეთ მომძანდით ბატონო. აი დადექით თენ. აქ გვერდზე დგომა ნიშნავს საზმოსასაფლაოს გაკეთებას და გაიწიეთ ჯობია. კაი. ისე ჩვენ უფრო საფრთხეში. არა, უნდა იდგეს გვერდით. აწი ზემოთ აწი. ვაი მე მაინც და მაინც თეგოში გადააფეთქდეს. ძალიან უშიშრად იჭირავს. აი, ვიცოდი. ამიტომ სცენარი მეორდება, არა? ეს ბიჭო. ო, შენ გიწევს. მიბძანდით იკოლოს. ისე ალბათობის თეორიით ვიღაცა უნდა აფეთქდეს. ვიღაცას უნდა დაენძრეს. და ეს ვიღაცა ეჭვი მაგრამ მე ვიქნები. რატომაც არა? მე და ვანიკო დაგასაფლავებთ ყველა ვარიანტი. ხო, ვინც აფეთქდებით. ვაიმე, ხალხო. მიწის ზევით არ დაგყავს. 3 1 2 3 სამი შვილი ყავს არავის 6 7 8 9 შენ გადარჩი. ი ყველა გადის შენს. მე თავიდან არა ხო? რა უცებო. მოდი ილო, ნუ გადიხარ, გარეთ არ შეიძლება, ილო გარეთ. გონი ქრება. აი თა ბიჭო. ბოლი კიდე გასდის არის მასაკლე რა. კაი, რა იყო, ვინ არაფეთქებულა გა? არა ბიჭო, მომაშორი. არა. გადარჩი. ეს რა? ო, რამე უნდა მიფეთქდეს მაინდა. ყველაზე საინტერესო აქ რა არის, იცი, თენგოს წეგან უყურებდი და არ ეშინია, გაიგე, ხო ეჭირა ხელში, ძალიან ამაყად ეჭირა რა. თენგოს მერე გამახსენდა რა. მერე ხო სწორად ვიცი. ნაღმზე ხარ, ხო თუ ხელყუმბარაზე აფეთქებ? ხელყუმბარაზე ვარ აფეთქებ. მოდი. გრიგოლია. მითივაში სტუმრა. რომელიც ხელყუმბარაზე აფეთქებ და ფეხებში მაგ ნამსხვრევები. ამაში წამოსკი. ო, დამდილად. ეხა რენტგენი არ წავომიღია, თორე შემიძლია რენტგენზე გაჩვენო. ხო, მაგრამ შენ არ გაითვალისწინე რომ თენგოს არ აქვს ის ტრამო გადატანილი ჩვენ. აჰა, ილო, აბა შენ იცი მოემზადე. თენგომ უნდა მოუკიდოს და არჩიეთ. თენგომ და შენ არჩიეთ. არა, მე შემეტენება გაცო. არა, არა. ესეა, რა შეგრია, ამაში შეგრია. მოდი ბოლოჯერ ჩაგხვევთ ერთმანეთს თვალებში. მიდი. თენგო. მე შენ მიყვარ. შვიდობით მეგობარი. არ გააგდო. თენგო მაინც გაერიდე. ბიჭო. არაფეთქდე. ჩემ მოკიდებული არაფეთქდე. ბიჭო. ილო მე მგონი სწორს მოუკიდე მე. ეხლა ეს თუ არ გადავამოწმეთ? გადავჭი, დადე ილო. დამარხე. ეხლა ძმებო, ეხლა შევამოწმოთ. მე მაგ ერთი აზრი რა. მოდი 4-ვეს წავუკიდოთ. ერთბაშად? ეხლა ამის ალბათობა შეიძლება გამოითვალოს, რა თქმა უნდა, რამდენი იყო, რომ 4-დან არც ერთი არ აფეთქებული იყო. მოდი გადავამოწმოთ რა ხდება ასაფეთქება. აუცილებლად. ამიტომ ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები, ამიტომ აქვე დაგემშვიდობები, დიდ მადლობას გეტყვით მომბრძანებისთვის, ქუხარე აპლოდისმენტების ფონზე. გადმოგცემთ ჩვენი სპონსორი საჩიკარს ლიდერბედ უკონტაქტო ლიდერქარს, რომელზეც 500 ლარი არის დარიცხული და დაიციეთ ცოტა უკან. დასასაფლავებელი ფული ჩემოგინა. აბა, მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. ასე მოკლედ. მადლობა კოლეგა. ხმა არ შეგასწრებს, მაგრამ გავტესტოთ მანო. გავტესტოთ, აბა. თქვენ მოუკიდეთ. შენ რომელი ტორტ, მაგრამ რომელი რა? წესდები ყველა. შენ იყო აი იქით. დამაიძი. შეთვალე ბიჭო. ბიჭო, ესე როგორ გამოვიცანით, რომ როგორ დავა? ეს რანაირად დალა. აი სიყვარული. რამხელა ძალა. ბრავო!